ირაკლი კობახიძის თქმით, რუსთაველის გამზირს ყოველდღიურად 50-მდე ადამიანი კეტავდა. გზის სავალი ნაწილის გადაკეტვასთან დაკავშირებული კანონი 1 კვირის წინ მიიღეს, თუმცა უკვე 58-მდე ადამიანია დაკავებული. საინტერესოა თუ როგორ აკავებენ 50 პირისგან შემდგარ აქციაზე 58 ადამიანს. გუშინ გამართულ მედიის სოლიდარობის აქციაზე დააკავეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს. საუბარია სწორედ იმ ექიმზე, რომელიც წლების წინ საოკუპაციო ზოლიდან მოიტაცეს და რომელსაც კახა კალაძემ აი ეს პოსტი მიუძღვნა. ექიმი არ ექვემდებარება ფიქტიურ კანონებს. ეს კახას სიტყვებია. გუშინ ასევე დააკავეს ჟურნალისტი ლიკა ბასილაია. ირონიულია, რომ გუშინდელი აქციის მოთხოვნა სწორედ პატიმარი ჟურნალისტების გათავისუფლება იყო. ასევე დააკავეს ნუკლი კაკულია, რომელიც პოლიციელებს მოუწოდებდა, რომ ქალებთან ნორმალურად ესაუბრათ. მისი დაკავების დროს შემსწრეების თქმით, სრულიად უმიზეზოდ დააკავეს ილია ღონტიც. მათ გარდა დაკავებულია 30-მდე პირი, თუმცა მოქალაქეები აქციას დღესაც აანონსებენ.